გიორგი გახარიას პარტიის 8 წევრმა შესაძლოა პოლიტიკური ბოიკოტი შეწყვიტოს და პარლამენტში შევიდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარე წერილით მიმართა. ისინი პარლამენტს უგზავნიან კონკრეტულ დოკუმენტებს, სადაც დანართის სახით წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის ქცევასთან შეუსაბამო საქმიანობა. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ გახარიას პარტიაში მათი განცხადებით. პოლიტიკურ ბოიკოტში რჩებიან, პარლამენტისთვის მიმართვა კი მხოლოდ პროცედურული საკითხია. ეს ადამიანები გახდებიან და გახსნენ პარლამენტის წევრები, რადგან მათ უყარეს კენჭი, მაგრამ ისინი აგრძელებენ პოლიტიკურ ბოიკოტს. ზუსტად იგივე მდგომარეობაში არიან, როგორც პირობითად მე ვიყავი აპრილის და მაისის თვეში. ოფიციალურად ვითვლებოდი საქართველოს პარლამენტის წევრად, მაგრამ რჩებოდი პოლიტიკურ ბოიკოტში. შევსებული მქონდა დეკლარაცია. მეცაც გეტყვით, ამ ადამიანებს მოუწევთ დეკლარაციის შევსება. ეს ადამიანები დეკლარაციას შეავსებენ. ზუსტად ისევე, როგორც შეავსეს სხვა პარლამენტის წევრებმა, როდესაც პირველად უყარეს ჩვენს უფლებამოსილებას კენჭი ნოემბრის თვეში. ამიტომ ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი, არაფერი ამას არ აქვს საერთო პარლამენტთან შესვლასთან და არ შესვლასთან. ჩვენ რჩებით ბოიკოტის რეჟიმში, პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომავალში პარტია, მის შესახებ თქვენ აუცილებლად გაიგებთ. თვითონ ის ფაქტი, რომ პირველ 12 წელს შეუწყვეტეთ უფლებამოსილება, იმიტომ რომ რეგლამენტის შესაბამისად ეს ხალხი აცდენდა და არ დადიოდა, მაგრამ მეორე 12, შემდგომი მეორე 12, როცა სათითაოდ აცხადებს თანხმობას, რომ შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. პარტიის თავმჯდომარე აძლევს შესაბამის ნებართვას. უკვე ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ შენ სამართლებრივად ლეგიტიმაციას აღიარებ საქართველოს პარლამენტისას. სხვა შემთხვევაში მეორე 12-ს არც თანხმობას მისცემდა პარტიის თავმჯდომარე, რომ ამბობდეს, რომ არ არის ლეგიტიმური პარლამენტი და არც თავად ეს მომდევნო წევრები არ განაცხადებდნენ თანხმობას, რომ შევიდნენ პარლამენტში. იმიტომ რომ როცა და თუ აღიარებ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და გეუბნებიან, რომ ეხლა შედი პარლამენტში, რა თქმა უნდა, უარს განაცხადებ, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ ლეგიტიმურიც არის პარლამენტი და არავითარი დელეგიტიმაცია არ არსებობს.